მოგესალმებით, ჩვენი სამოგზაურო გადაცემა ეთერშია. ნელ-ნელა მივდივართ უკვე შვებულებისკენ, დასვენებისკენ, ზაფხულისკენ და ასე დროს კიდევ უფრო მნიშვნელოვანი და აქტუალურია სტუმრებისგან გავიგოთ საინტერესო რჩევები, მათი შთაბეჭდილებები და მათი განწყობა სამოგზაურო თუ რატომ არის მნიშვნელოვანი ჩვენ ცხოვრებაში მოგზაურობა როგორც ასეთი. მე ვფიქრობ, რომ დღეს ყავს განსაკუთრებული სტუმარი, რომელსაც პრინციპში მთელი 1 წელია ველოდები, რაც ჩვენი გადაცემა ზოგადად დაიწყო რადიო იმედის ეთერში და როგორც კი გავიგე, რომ ქალბატონი რუსუდან გორგილაძე საქართველოში ჩამოვიდა, არ შეიძლებოდა ამ მომენტის ხელიდან გაშვება. ფსიქოლოგი, კვლევარი შეგვიძლია თქვა, არაჩვეულებრივი წიგნების ავტორი, ძალიან საინტერესო მოსაუბრე, ქალბატონი რუსუდან გორგილაძე და მოგზაური მათთან ამ რეგალიებთან ერთად. ხო შეგვიძლია უკვე თქვა მოგზაური. ნამდვილად. პირველი შეგიძლია თქვა მოგზაური და მე ყველაფერი დანარჩენი. დიდი მადლობა სტუმრობისთვის, გამარჯობა. სანამ ცოტა ჩაუღრმავდებით ფსიქოლოგიურადაც მოგზაურობის საკითხს, თქვენი პირადი საუბრობიდან მე ვიცი, რომ რაც არ უნდა იყოს, თუ რამისთვის ხართ ყოველთვის მზად, ეს არის მოგზაურობა. მართალია ეს? მართალია. აი გიჟდების მიყვარს მოგზაურობა. ჩემი მეუღლე რაღაცა 1000 ეპითეტს მიძღვნის ხოლმე ამ ჩემი ამთვისების გამო. ესე იგი თანახმავარ 5 წუთში გავემგზავრო, სადაც გნებავთ, ვიცი ტექნიკა, როგორ უნდა ჩავალაგო სასწრაფოდ ჩემი ჩემოდანი და ჩემი მეუღლის და როგორ უნდა გავემგზავროთ სადმე. და ჩემი ბედნიერება ის არის, რომ მასაც ესე უყვარს მოგზაურობა, როგორც მე და არ არის საჭირო დარწმუნება იმისი, რომ უნდა ვნახოთ ეს დედამიწა. ასე ვიყავი ყოველთვის მთელი ჩემი ცხოვრება, რაც თავი სულ ასე იყო, თუ აი რაღაც მომენტში მოხდა მხიბლის დაჭერა და მე ჩამოყალიბდით როგორც ისეთ მოგზაურობას. იცით რა, ეს მოთხოვნილება ყოველთვის მქონდა, მაგრამ მე ვიყავი საბჭოთა ბავშვი, ამიტომ ჩემი მოგზაურობის, ვთქვათ, არეალი შედარებით შეზღუდული იყო, ვიდრე მაქვს ეხლა ამის შესაძლებლობა რა. მაგრამ იმ არეალში, რომელიც მქონდა მაშინ, ის შესაძლებლობა საბჭოთა კავშირის ტერიტორია, ვთქვათ, ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორია ან სოციალისტური ქვეყნები ან რაღაცა, ის მქონდა ნამდვილად ათვისებული და მაქსიმალურად ყველაფერს ვცდილობდი იმისთვის, რომ ეს განხორციელებულიყო. არ იყო ადვილი, მაგრამ მაინც ჩემი მშობლებიც მიწყობდნენ ამაში ხელს. მას მერე რაც დაინგრა საბჭოთა კავშირი და ვთქვათ, გაიხსნა ჩვენთვის საზღვრები, მერე ეხლა ჩემი გაჩერება არც ისე იოლი აღმოჩნდა. ისე რომ მიყვარს ეს ძალიან მიყვარს ეს მოგზაურობა, იმიტომ რომ მე ვარ ძალიან ცნობისმოყვარე ადამიანი, ვფიქრობ, რომ ჩემი ეს თვისება ვიცი ყველაზე კარგად. ვარ ძალიან ცნობისმოყვარე, ძალიან მაინტერესებს აი სამყაროს შეცნობა, გარემოს შეცნობა, როგორია ის, რატომ ვარ მე ასეთი, რა კონტექსტში ვარ, აი ეს კონტექსტი როგორ ცვლის ჩემს დამოკიდებულებას რამესთან და ძალიან ბევრ რამეს სწავლობს ადამიანი, ძალიან ბევრ რამეს ნახულობს, ძალიან ბევრ თვალსაზრისს იცვლის. ხო, იმიტომ რომ გაფართოება ხდება შენი თვალსაზრისის და ეს ვერ გადაურჩები ამ პროცესს თუ მოგზაურო. ვერანაირად. რამდენჯერ მქონია შემთხვევა, რომ რაღაცებზე რაც გიფიქრეთ, უცებ პასუხი იპოვეთ, რაღაც ისეთ კულტურაში აღმოჩნდით, რომ აი ასეა ეს ხალხი, რაღაცების ახსნა უფრო მეტად გამოჩნდა ამ სხვადასხვა განსხვავებულ ქვეყნებში და რაღაცები უფრო მეტად დაალაგდა ეს მთელი კანონზომიერება, რაც არის მთელი ჩვენი პლანეტის, სწორედ იმით, რომ რეალურად ნახეთ. განსხვავებული ხალხი ერთმანეთთან როგორ ცხოვრობს, კულტურები, აი ამაზე ხო გვაქვს შორიდან თითქოს შეკითხვები ბევრი, მაგრამ აი როცა ადგილზე ჩადიხარ და ნახულობ, მე პრინციპში ხო არის კი. იცით რა, მე უბრალოდ ისე გამიმართლა ცხოვრებაში და ისეთნაირად ვცდილობ ამას, რომ ეს სანამ ცოცხალი ვარ, სულ მქონდეს შესაძლებლობა მოგზაურობის, ბევრი რამის ნახვა მოვახერხე. და ძალიან ბევრმა რამემ დატოვა ჩემზე შთაბეჭდილება, რასაკვირველია, დედამიწა ყველგან არის ულამაზესი, სრულიად სხვადასხვანაირი, მაგრამ ძალიან ლამაზი. ხალხი არის ყველგან ძალიან საინტერესო. მაგალითად, სტუმართმოყვარეობა ჩვენ რო გონია, რომ ჩვენ ვართ ყველაზე სტუმართმოყვარეები, სტუმართმოყვარეობა აბსოლუტურად ყველა ერს ახასიათებს, ოღონდ თავისებური ფორმები აქვს. ჩვენთან ამან იდენტობის ფორმა მიიღო და ჩვენი ერთ-ერთი მთავარი თვისება გახდა, მაგრამ ყველა ერში არის ეს, აი როგორ გამოხატავენ ისინი, ზოგნი ძალიან უცნაურად, ზოგნი ძალიან საინტერესოა ეს, მაგრამ თუ შემიძლია ესე ვთქვა, ალბათ ყველაზე დიდი შთაბეჭდილება ჩემზე მოახდინა პირველად 93 წელს ვიყავი კუნძულ ბალიზე. ნუ ეხლა რა ვიცი, მაშინ თითქმის არავინ არ იყო, ყოველ შემთხვევაში საქართველოდან არ იყო ნამყოფი. მაშინ სხვა შორის შევარდნაძესთან მუშაობდი, პრეზიდენტ შევარდნაძესთან რჩეველი ვიყავი და რომ ვუთხარი რომ მივდივარ მეთქი და ვაპირებ წასვლას თქო, მითხრა რომ მე 2 დღე ვარო ნამყოფი, 2 ღამეო და მაშინ საგარეო საქმეთა მინისტრობის დროს და ძალიან შურშენიო. ხო, ვიყავი მაშინ აი ნეიროლინგვისტური პროგრამირების სემინარი ტარდებოდა და ჩემმა ამერიკელმა პედაგოგმა გააკეთა, მოახერხა ის რომ მე იქ წავსულიყავი.
შეიძლება იმის გამო რომ ეს იყო პირველი აი ასეთი აი რაღაცა უზარმაზარი შთაბეჭდილება ძალიან განსხვავებული კულტურა ძალიან განსხვავებული ძალიან შორი ძალიან ხო შეიძლება ამის გამო იმიტომ რომ ფსიქოლოგიურად პირველობა სისტემაში ძალიან მნიშვნელოვანია აი მაგალითად ყველას ახსოვს ვინ გაფრინდა პირველი კოსმოსში იური გაგარინი და ნუ თითქმის არავის არ ახსოვს ვინ იყო მეორე იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია ეს პირველობა ეხლა პირველი ჩვენ რა თქმა უნდა ყველაფერში საერთოდ ფსიქოლოგიური ფენომენია ეს პირველობა სისტემაში, ამიტომ აი ამას მარკეტინგის მაგალითად სპეციალისტები ძალიან კარგად იყენებენ და ასე. მაგრამ ბალი კიდე ყველაფერთან ერთად. ეხლა მე როგორც მეუბნებიან, ის იყო 93 წელს, მე იმის მერე აღარ წავსულვარ, იმიტომ რომ ეს ისეთი შთაბეჭდილება იყო, რომ მე არავითარ შემთხვევაში არ მინდა ამის გაფუჭება და ყველა მეუბნება რომ არ წახვიდეო. ის იყოს რაც იყო. ხო, არ წახვიდეო, იმიტომ რომ ეხლა ის ბალი აღარ არის. ის აღარ არსებობს ბუნებაში ის ბალი, იმიტომ რომ მაშინ სხვა შორის ამას ეძახოდნენ უკანასკნელი 64-ია დედამიწაზეო და არ იყო ძალიან ხელშეხებული, ძალიან ცოტა ხალხი ჩადიოდა, ძალიან შემორაგული იყო. აი ხა როგორც არის ბუტანი მაგალითად, ბუტანი არა, მე ვოცნებობ იმაზე, რომ როდესმე ამ ბუტანში მოვხდე. ძალიან რთულია ეგ შეღწევა, იქ არ არის მასობრივი ტურიზმი არ არის, არც მაშინ იყო ბალიზე, მაგრამ ნუ მე თურმე ყველაფერი შეცვლია. მაგრამ რატომ დატოვა ამან ჩემზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება, ალბათ ასე ვფიქრობ მე. იმიტომ რომ ეს არის აბსოლუტურად განსხვავებული ყველაფრისაგან. მე ხა მაშინდელ ბალიზე ვლაპარაკობ და ეხლა არ ვიცი როგორია. აქ პირველად მე და რატო ჩატარდა იქ ეს ფსიქოლოგიური სემინარი, იმიტომ რომ ეს იყო ადგილი, სადაც ადამიანსა და ბუნებას შორის იყო რაღაცა გასაოცარი ჰარმონია. აი აქ ხვდებოდი შენ, რომ შენ ხარ ბუნების შვილი. აქ აი რაღაცა აი ამ სამყაროდან, რომელშიც მე ვიყავი და წარმოიდგინეთ ახლა ეს რა დროა რა, აქ აფხაზეთის ომი ეს უბედო ხო. აი აქედან უცბად იქ ჩასული ადამიანი ნამდვილ სამოთხეში მოხვდა, იმიტომ რომ ეს იყო ისეთი ჰარმონია, ისეთი სიმშვიდე, ისეთი სილამაზე, ნუ სილამაზეზე არ ვიცი, აი მზის ჩასვლის სანახავად წასვლა, არასოდეს არ დამავიწყდება ეს სურათი, რომელიც ჩემ თვალწინ იყო, ან მაგალითად აი არ ვიცი, მთვარე, არასოდეს არ მინახავს, არც მას მერე, არც მანამდე. ან აი ადამიანები როგორ ეპყრობოდნენ ერთმანეთს, ჩვენ საოცრება, ეს რაღაცა დამოკიდებულება ერთმანეთთან. ეს აი ბიჭებს 13 წლის ასაკში, გარდამავალ ასაკში უქლიბავდნენ აი ამ ეშვებს, რომელიც ჩვენ გვაქვს, რატო? იმიტომ რომ მათ წარმოდგენაში აგრესიას, სიბრაზეს და ყველაფერს აი ამ ხვნილს გაატანდნენ მოკლიბულს. საოცარი არა, გვასწავლიდნენ ცეკვას, კაცისას, ქალისას, შენ იყავი ხან მდინარე, ხან ირემი, ხან ნუ რაღაცა არ ვიცი, ეს ჩემი ეს შთაბეჭდილება რასაკვირველია, ნუ არასოდეს არ წაიშლება და ჩემზე ძალიან დიდი გავლენა იქონია ამ ჩემ ცხოვრებაზე, ძალიან დიდი გავლენა. თუ ვამბობთ, რომ მოგზაურობა ადამიანს ცვლის და სადღაციდან რომ ბრუნდები, ისეთი აღარ ხარ, როგორც მანამდე. აი ბალიმ ეს გააკეთა და ეს გავლენებს ნამდვილად და ეს არ წასულა არსა და ამიტომ არ წავალ არასდროს ბალიზე. ნუ ყოველ შემთხვევაში ვეცდები, რომ არასოდეს რა საქმე მაქვს ახლა მაინდა-მაინც აუცილებელი არ არის. მაგრამ ის მინდა რომ დარჩეს, იმიტომ რომ იმან მე მომიტანა რაღაცა საერთოდ სხვანაირად დავინახე ჩემი თავი, ჩემი შესაძლებლობები, აი ეს რაღაცა სიმშვიდე, რომელიც საერთოდ არ ვიცოდი რომ არსებობს. მე შემეძლო ამის განცდა. ეს იყო რაღაცა ნუ აი გასაოცარი რამე. ასევე აი რა ვიცი, ეხლა ძალიან ბევრი მიმოგზაურია მე, ჩინეთში არ ვარ ნამყოფი, მაგრამ აღმოსავლეთში აი იაპონიამ მოახდინა კიდე ესეთივე უზარმაზარი შთაბეჭდილება, იმიტომ რომ ძალიან განსხვავებული არის ეს კულტურა. ეხლა უბრალოდ არ ვიცი რა გითხრათ, ევროპა თავისთავად ძალიან საინტერესოა, ხა იტალია ძალიან ხო, რა თქმა უნდა, ხო, გერმანია თვითონ არის არაჩვეულებრივად საინტერესო და ულამაზესი და ძალიან განსხვავებული ქვეყანა. და მე მინდა ვთქვა ერთი დეტალი, ეს მომენტი არ უნდა გავუშვა ხელიდან, მომიწია ისე რომ ბერლინში ძალიან ბევრჯერ ვარ ნამყოფი კინოფესტივალის და სხვადასხვა საქმეების გამო და მე მგონი შარშან იყო, შარშანცი რიგით მერვე თუ მეცხრე ჩასვლა ბერლინში და თითქოს ყველაფერი კარგად იცი და აი ქალბატონ რუსუდანთან ერთად გავატარე ერთი დღე, ხალხო, მხოლოდ ერთი დღე და მოვასწარით ერთი მუზეუმი. ეს იყო საერთოდ სხვა მოგზაურობა. ანუ საერთოდ სხვანაირი ნეფერტიტი რომ ნახეთ ამ ნეუნეს ესე ქვია ხო ორიგინალს როგორ ქვია მუზეუმს. იმიტომ რომ აი სულ სხვა რაღაცა მუზეუმი. საერთოდ სხვა რაღაცა დავინახე. ყველაფერში რომ მგონია რომ ამდენი წელი დავდივარ და აი ეს უკვე სხვანაირი, ანუ ეს არის ალბათ უნარი იმის, რომ საკუთარ თავში თანაც აღმოაჩინოთ ეს რაღაც განსხვავებულად ყველაფრის დანახვა და სხვასაც გაუზიაროთ.
რაც ახლა ჩემზე მოახდინეთ და ძალიან მადლობელი ვარ ამის. ეს მიყვარს ძალიან, დიდი მადლობა. ჩემთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია ეს გაზიარება, იმიტომ რომ ეს გაზიარება არის ის, რაც მე ძალიან მიყვარს. მოგზაურობასთან, მუზეუმები ხო ძალიან მიყვარს მუზეუმები, მაგრამ ისე მიყვარს კიდე ასე სიარული უცხო ქალაქში. ხა ბერლინი ასე ვისწავლებ ბევრი სიარულით და ვიცი კარგად ბერლინი, აი ბევრი ჩემი გერმანელი მეგობარი მეხუმრება ხოლმე რომ თავისუფლად შეგიძლია გიდათ იმუშაო, ჩვენზე უკეთესად იცით, რომ მე მიყვარს და მიყვარს სიარული ფეხით მიყვარს აღმოჩენა რაღაცეების, ახლების, მით უმეტეს იმ ადგილას, სადაც შენ ცხოვრობ და გინდა რომ იცოდე, მაგრამ სადაც არ ცხოვრობ, იქ კიდევ უფრო მეტად გაინტერესებს რა არის ის განსხვავებული როგორი ხალხია, ესა როგორ, აი მიყვარს ამიტომ ფეხით სიარული ბევრი მუზეუმების გარეთ. ესე იგი, მუზეუმი მიყვარს, იმიტომ რომ ისტორია მიყვარს ძალიან, მაგრამ ასევე მიყვარს არის ყოველდღიურობა, ვთქვათ ის ახალი საკვები, რომელიც სრულიად სხვა არის და ძალიან ბევრს გიყვება იმ ხალხზე. ადამიანები, რომლებიც ხვდებიან ქუჩაში ან გასწავლიან გზას, როგორ გექცევიან ესენი, როგორი არის ამ მით უმეტეს თუ ნაცნობი მყავს იმ ქვეყანაში და შემიძლია რომ კითხვები დაუსვა ბევრი და ვთქვათ უფრო უკეთესი დაბეჭდილება შევიქმნა. რა ვიცი, ამასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა. კულინარიას გაუსვათ აუცილებლად ხაზი, მით უმეტეს თქვენი წიგნიდან გამომდინარე, კეცთაყვანისმცემლიდან გამომდინარე, იქ არის ჩვეულებრივად მტკიცებულება, რომ ყველა ქვეყნისთვის კულინარია ყოფა ისტორიას. თქვენც ალბათ ამ მოგზაურობის დროს ამ კულინარიულ აღმოჩენებს აგრძელებთ, ხო? კი, ვაგრძელებ და მიყვარს ძალიან და ვაკეთებ ამას მაქსიმალურად, როგორც შემილია. აი, მაგალითად, ბალიზე ისეთი რამეები გავსინჯე, რაც ეხლა ვერც კი მოვყვები, აღარც მინდა იმით გამეორება. იმიტომ რომ ეს იყო ჩემთვის აი დაახლოება კულტურასთან, ამის შეგრძნება და მოხელთება. ყველაზე კარგი გზა იყო, იმიტომ რომ ნუ ეხლა ამ ვთქვათ, კეცთაყვანისმცემლაზე თუ დავიწყებთ ლაპარაკს, როგორც ქვია ჩემ წიგნს, ძალიან შორს წავალთ ამ გადაცემიდან, გავალთ აუცილებლად ამ სფეროდან, მაგრამ ეს ისეთი ძალიან მნიშვნელოვანია, ძალიან განასხვავებს ეს ადამიანებს. ამ კულინარიაში აირეკლება ადამიანების ფსიქოლოგია, მათი ისტორია, გავლენები, კულტურული, ვინ მოვიდა, ვინ წავიდა, ვინ რა დატოვა, რატო დატოვა, როგორ მოხდა, რომ ასეთი ფორმა მიიღო და არა სხვანაირი. ჩვენი მთელი ქართული კულინარია არის პალიმცესტური კულინარია, როცა აი ეს კულტურები ერთმანეთს ედებოდა და მერე ვთქვათ, აი ასეთად ჩამოყალიბდა და ეხლა ვეღარც კი გაარჩევ, ძალიან უნდა ეძებო, რომ ის ფესვი იპოვო რაღაცა, ხო, საიდან მოვიდა, როდის მოვიდა, რატო შეერთდა ამ კომბინაციაში და არა სხვაში. და ნუ აი ხელმისაწვდომობა რო გვაქვს ჩვენ ამასთან და მრავალფეროვანი რო ეს აირეკლება ჩვენს ბუნებაზე, ჩვენს აი ძალიან ისეთი როგორ გითხრათ, აი უსახური საკვები ვისაც აქვს არიან ასეთი ერები, მე ხარ რა თქმა უნდა არ დავასახელებ, აი სადაც აი გემოს უნდა ძალიან დაუკვირდე, იმიტომ რომ არ მოიხმარება, ვთქვათ, ის გემოს გამაღიზი, ან ის თვითონ პროდუქტი რისგანაც მზადდება არის ძალიან უგემური კი არა, უბრალოდ აი ძალიან დაარე გემო აქვს, არა? ხასიათიც ესეთი აქვს იმ ხალხს რაღაცა. ძალიან აირეკლება ესა, ეხა რომელი განაპირობა ძნელი სათქმელია, თუმცა არ არის ძნელი სათქმელი, იმიტომ რომ საკვები ძალიან განაპირობებს ამ ყველაფერს. მე ხელმისაწვდომობა ვინ გაიარა შენზე, ვინ მოვიდა, ვინ რატომ წავიდა, ხარ თუ არა იმ გზაზე, როგორცაც მაგალითად ჩვენ ვართ და პირველი საუკუნიდან მოდიოდა ხო ჩინეთიდან ეს ყველაფერი და ჩვენზე გაიარა. კიდე მინდოდა ერთი რამ მეთქვა, აი ერთმა ადგილმა მოახდინა, აი ძალიან ბევრი რამე რო გაქვს ნანახი, ხა ძნელია ესე. ნუ ხა რომზე ლაპარაკი, რომელიც არის ქალაქი 2000 წლის წინანდელ ამბავში დადიხარ, აი ქუჩაში დადიხარ და გონია რომ ხო ვიღაცა ტოგით გამოივლის და გაგივლის გვერდს. ხო და ნუ მეტრო ვერა უჩვენებიათ წესიერად, იმიტომ რომ ნუ ყველგან რაღაცა არის, ხო. ხო, ეხლა ამ ასეთ კულტურაზე აი ევროპა კიდე ცალკე ძალიან დიდი თემა და ძალიან გრძელი. ამერიკაც მათ შორის, სადაც აი ნაკრძალები მაქვს ნანახი ძალიან სერიოზული სამიტი და ასე. მაგრამ აი ძალიან დიდი შთაბეჭდილება დატოვა ჩილეში ვიყავით და წაგვიყვანეს ესეთ ქალაქში ვალპარაისო ქვია ამ ქალაქს და მთელი ქალაქი არის იუნესკოს სახელით სამოთხეს ნიშნავს და ნამდვილი. აი მთელი ქალაქი არის აი ამ დაცვის ქვეშ კულტურული მემკვიდრეობა არის მთელი ქალაქი და იქვე ახლოს არის პაბლო ნერუდას სახლ-მუზეუმი ზედ ოკეანეზე. ჯერ თვითონ ეს მუზეუმი იყო არაჩვეულებრივად საინტერესო და საოცარი და ნუ რა ვიცი თუ რამე გინდა მსოფლიო კულტურა გაიგო, ნუ ნამდვილად არის აქ კომუნისტი ის იყო სხვა ჩვენს პოეტი, ძალიან საინტერესო, არაჩვეულებრივად საინტერესო და მთელი მსოფლიო ჩადიოდა იქ მის სანახავად. მაგრამ ეხლა მის მუზეუმზე რო არაფერი არ თქვა, სახლ-მუზეუმზე, რომელიც თავისთავად ძალიან საინტერესო და თუ ვინმეს მოუწევს იქ წასვლა, არ დაიზაროს და წავიდეს, ისლა ნეგრა ქვია ამ ადგილს.
აი მე იქ ეს სანაპირო, აი ეს ოკეანე, აი ოკეანის სანაპირო, სადაც სხვა შორის მისი და მისი მეუღლის საფლავებია იქ იქ არიან დასაფლავებული. აი ამას რო უყურებდი, არასოდეს არ ამომდის ის თვალები. მე ესეთი სილამაზე, აი ასეთი ოკეანე, ახლა ყველა ოკეანე მაქვს პრაქტიკულად ნახე, მაგრამ აი ასეთი სილამაზე, აი რაღაცა თქვენ რომ მკითხეთ შთაბეჭდილებებზე, აი არის რაღაცა სურათები, რომელიც აი რაღაცნაირად გებეჭდება, ხო, როგორც ბალი, ხო. აი ეს ისლანეგრა არის რაღაცა, რომელიც აი ვერ მოვინელე რა, ვერანაირად. აი თუ ოკეანეზე ლაპარაკობ, ყოველთვის ის მახსენდება. ხო, ეს არის ისლანეგრა, ის სილამაზე რაღაცა გასაგიჟებელი. გამხელა სარტყელია, ბალიდან ჩილემდე ლაპარაკობ ყველანაირად. ნუ იაპონია, რომელმაც ნუ რაღაცა ეს საერთოდ სხვა თემაა და არც მე რამდენი გადაცემა დაჭირდება თვითონ იაპონიას, იაპონურ კულტურას, მის დამოკიდებულებას. მე ბედნიერება ხვდა წილად, რომ იაპონიაში როგორც ტურისტი არ ყოფილვარ. ჩემი მეუღლეს იწვევენ იქ უნივერსიტეტში და ასწავლის ხოლმე პერიოდულად და მეც მივყვები და მქონდა ამის შესაძლებლობა და მეორედ მეც მიმიწვიეს და მეც მქონდა შესაძლებლობა მათთვის ჩემი ბოლო წიგნის შესახებ ინფორმაციის გაზიარების, მაგრამ და ამიტომ ეს ჩვენი მეგობრები ქმნიან ხოლმე, რადგან ჩვენ დროც გვაქვს დიდი ხნით მივდივართ შედარებით, არა, გვაქვს შესაძლებლობა რომ ყველაფერი ვნახოთ და არ ვიჩქაროთ როგორც ტურისტებმა. ხო, ეს ტურისტობა არ მიყვარს. აი ეს მინდა გითხრათ. მართლა? ხო, არ მიყვარს ტურისტობა. აბა როგორ უნდა დაალო? აი მე ჩვენით მივდივართ ყველგან. აი ვცდილობ რომ ტურისტულ ჯგუფში აი 1-2 ვარ ნამყოფი და ყოველთვის მინანია რომ დავფასებულიყო. ხო, არ შემიძლია, ეს არ მიყვარს, არ მიყვარს. აი ერთხელ გავაცდინე ისეთი რამე, რაც არ უნდა გამეცდინა, მაგრამ არ მიყვარს. მაგრამ არის ახლა მაგალითად ადგილებია, მინდა ტაუკვადრიჩი წასვლა და ვიცი რომ ჯგუფის გარეშე ვერ წავალ. მაგრამ პატარა ჯგუფები ყოფილა, ხო, მაგრამ ისე რომ გითხრათ, ახლა მე თუ მკითხავთ, არ მიყვარს ეს. თვითონ დაგეგმის პროცესიც თქვენზეა? აი სადღაც კი, ჩვენზეა. საჯობია გაჩერდეთ, იმიტომ რომ ესეც ხო მოგზაურობის ნაწილია. მე მაგალითად როცა გეგმავ, ჩავთვლი რომ იქაც მოგზაურობ, იმიტომ რომ თელი ჩემი აზრით იქ ვარ. უკებში სანახაობად. სწავლობ წინასწარ, კი. ხო, აი ეს როგორია? ნამდვილად. აი ჩვენ მაგალითად მივდიოდით სამუშაოდ იუნესკომ გაგვაგზავნა 2006 წელს, რამდენი ხანი გასულა უკვე ეთიოპიაში. და სანამ წავიდოდით ამ ეთიოპიაში, ნუ ალიკომ ძალიან ესე ვთქვათ, საფუძვლიანად შეისწავლა ყველაფერი ლინგვისტიკიდან დაწყებული და ყველაფრით და მეც გამიზიარა მერე და მეც მაქსიმალურად ჩავერთე ამ პროცესში. ამიტომ ჩვენი იქ ყოფნა იყო ძალიან საინტერესო, იმიტომ რომ ჩვენ წინასწარ დავგეგმეთ ყველაფერი, რა სად უნდა წავსულიყავით, რა უნდა გვენახა როგორ და ამიტომ ნუ აი რა ვიცი, რაღაცნაირად წინასწარ ვიცით სადმე, ესე იგი ის კი არა რომ ყოველ წუთას რაღაცას აღმოაჩენა, მაგრამ გეგმა რაღაცა გეგმა, აი რაც გვინდა რომ ვნახოთ, მაგალითად მინდა რომ ვნახო პომპეი. ახლა როგორ შეიძლება და იმ წიგნების წერის პროცესში არ მენახა პომპეი, ხო? და ჩემი თვალით არ მენახა ის სამზარეულოები დარჩენილი, ვთქვათ, ის პური, რომელიც იყო ღუმელში. რომელიც გამოცხვა ეს პურები და ნუ ადამიანები უკვე აღარ იყვნენ, იმიტომ რომ ისა და შეინახა ხო. ეს უნდა ნახო. ხო, ეს შენით გინდა რომ ნახო, ვთქვათ, აი ეს მუზეუმები თქვენ რო თქვით ბერლინში არა, იმ წიგნს რო წერდი, მაშინ აი ძალიან ბევრ მუზეუმში ვიყავი და მე თვითონ უამრავი რამე აღმოვაჩინე, ისეთი, რომელსაც როგორც ტურისტი ვერავითარ შემთხვევაში ვერ აღმოვაჩინე. აქ მარტო ექსპონატებზე კი არ საუბარი, აქ არის აი ამ წერტილში უნდა დადგე და კიბეს ესე შეხედო, იმიტომ რომ ეს კიბე რო აღადგინეს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ და ეს კიდე ცალკე ისე, ანუ ესე დეტალებზე ვამბობ, თორე მარტო ექსპონატებზე მე არ მიყვარს ექსპონატების დათვალე, მე მიყვარს აი ამბავი, რომელშიც ეს ექსპონატი მონაწილეობს. მაშინ აქვს ჩემთვის ამას მნიშვნელობა და ნუ აი თქვენ ახლა ისეთ თემაზე მელაპარაკებით, რომელიც მე ყველაზე მეტად მახარებს. აი სიხარული ჩემთვის, აი სიხარული რა არის, ნუ იმის გარდა რომ მინდა რომ ყველა ჯანმრთელი იყოს და ბედნიერი იყოს და მშვიდობიანი გარემო იყოს, აი ამის გარდა პირველი მოთხოვნილება, რაც ჩემს სულს აქვს და გულს აქვს, ეს არის მოგზაურობა, აი ჩემი ცნობის მოყარეობის ცოტათი მაინც დასაკმაყოფილება, იმიტომ რომ სულ მაწუხებს და სულ. არა, ხა ისეთ ქვეყნები დააკმაყოფილებდა და დაასახნათ, რომ მე მგონი დააკმაყოფილებდა. და ბოლოს შეკითხვა მექნება ესენი, ახლა აი ისეთი ერთმანეთისთვის შორეული ქვეყნები ხო, სად იაპონია, სად ეთიოპია, იქ ჩილე, ბალი, ეს ყველაფერი. ამდენ რაღაცას რო ნახავს ადამიანი, მithumetes ფსიქოლოგი. ეს რას ნიშნავს, რომ სამყარო დიდი და ამ შეუცნობელია თუ პირიქით დაპატარავდა სამყარო, იმიტომ რომ ყველგან შეგიძლია თვითფრინავში ჩაჯდე და ჩახუტე, აი მაინც რომელი პასუხი იქნება. არა, მე მგონია რომ ძალიან დიდია ეს სამყარო. არის უზარმაზარი, არის ძალიან ლამაზი, ძალიან საინტერესო და რაც თავი არაჩვეულებრივად მრავალფეროვანი.
და შენ მართალია ამბივალენტური განცდა მეუფლება ხოლმე ჩემი სიპატარავის და მისი დიდის ერთდროულად არა აი მთას რო უყურებ და შენ რო სუპატარა გონია შენი აი ამას ქვია ამბივალენტური განცდა არა ეს ამ სამყაროს აღქმის დროს კი მაგრამ ამასთან ერთად ეს გაძლევს რაღაცა არაჩვეულებრივ სიმდიდრეს გამდიდრებს რატო იმიტომ რომ შენ იცი რომ არსებობს უამრავი კულტურა შენი ამაში როგორ გამოიყურება აი ამ განსაკუთრებულად მე დიდ ყურადღებას უთმობ შენ საკუთარ კულტურას. ახლა ეს წიგნი ის პირველი თქვა კერსთაყვანისება რატო დავწერე? მე რომ უცხოეთში ვიყავი და იქ ჩემი კულტურა გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი გახდა ჩემთვის. ის კულტურული სივრცე, რომელიც ჩემი იყო, მარტო და იმათი არ იყო, ვინც ჩემს ირგვლივ იყო. და იმისი გამოკვეთა მინდოდა უფრო მეტად. აქ შენ თავს გაცილებით მეტად შეიცნობ აი ამ რა არაჩვეულებრივი კულტურული მრავალფეროვნების სხვას და პოულობს საკუთარ თავს და ეს გაძლევს რაღაცა გარკვეულ აი არ ვიცი იმის გარდა რომ გაძლევს ცოდნას ეს გაძლევს სიმშვიდეს რომ ეს ამიტომ არის ასე ეს ამ რაღაცა უამრავ რამეს აკავშირებ თითქოს ერთმანეთთან არ ვიცი მე პირადად ამის გარეშე ჩემი ცხოვრება საერთოდ ვერ წარმომიდგენია და არც მინდა და მადლიერები ვიყოთ ყოველთვის ვინც ვახერხებთ იმას რომ შევისრულოთ ჩვენი თუნდაც მცირე სურვილები თუნდაც ისეთი გიგანტური მარშრუტები როგორც და ვისახებთ. მე ნამდვილად აი რაღაცა გამიმართლა შემიძლია ვთქვა. ნამდვილად გამიმართლა ცხოვრებაში რომ ვაკეთებ იმას რაც ძალიან მიყვარს და ჯერჯერობით ვახერხებ და მე რა იქნება არ ვიცი. კარგად ახერხებს. თან აქვე მოვიკითხოთ თქვენი მეუღლე რომელიც არაერთხელ მოიხსენიეთ ბატონი ალექსანდრე კარტოზია ცნობილი გერმანისტი და თქვენი სამოგზაურო წყვილი კიდე ეს ცალკე აი აბსოლუტურად ამ თვალსაზრისით აი სრული ჰარმონია მაქვს და ეს კიდე უფრო საინტერესოს ხდის ამას კი ძალიან დიდი მადლობა ძალიან დიდი მადლობა თქვენთვის ეს ისეთი თემაა რომ ყოველ ახალ სეზონზე მინდა მოგიწვიოთ და ახალი ქვეყნები ჩავშალოთ დიდი სიამოვნებით როგორც იაპონიას ძალიან დიდი სიამოვნებით ეს თემა ისე მახარებს რომ ვერც კი წარმოგიდგენია მადლობა დიდი რუსლან გორგილაძე იყო ჩვენი სტუმარი გადაცემა დღეს ამით დასრულებულია ერთ კვირაში შევხვდებით მომდევნო სტუმრით მომდევნო სამოგზაურო მარშრუტებით და ახალ შთაბეჭდილებებით ასე რომ თაგველოდეთ დიდი მადლობა ყურადღებისთვის